ეს არის დღის არხი რადიო იმედზე ნინო მეუნარგიასთან ერთად გადაცემა შეიცავს კომერციულ ინფორმაციას მოგესალმებით რადიო იმედის დღის არხი აგრძელებს მაუწყებლობას გეტყვით რომ თეგეტა მოტორსი 25 წლის იუბილეს აღნიშნავს ამასთან დაკავშირებით თორნიკე გურული მარკეტინგის დირექტორი შემოგვიერთება ბატონო თორნიკე მოგესალმებით ნინო მოგესალმებით მესამები რადიო იმედის მსმენელსა და მაყურებელს მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ და როგორც აღნიშნეთ თეგეტა ჰოლდინგი რომელიც დღეს 18 კომპანიას აერთიანებს 25 წლის გახდა ბატონო თორნიკე გილოცავთ ულოცავთ კომპანიას გისურვებთ წარმატებებს და აქვე მინდა აღნიშნო რომ თეგეტა მოტორსის ბიზნეს მოდელი უნიკალურია და მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება და სწორედ აი ამაზე მინდა რომ ვისაუბროთ გისმენთ დიახ როგორც მოგეხსენება თეგეტა მოტორსი 1995 წელს დაფუძნებული ორგანიზაცია ჩვენ ბოლო 25 წლის განმავლობაში მკვეთრი განვითარება განვახორციელეთ ეს დამსახურება იყო იმ მენეჯმენტისა და იმ მფლობელებისა რომელიც კომპანიას ყავს და იმ თანამშრომლებისა რომელთა რაოდენობაც 2000-ზე მეტია დღეს თეგეტა მოტორსი არა მარტო ქართული კომპანია ქართული ფესვების მქონე კომპანია რომელიც მუშაობს არა მარტო საქართველოში არამედ ცენტრალურ აზიაში და სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში ჩვენ საქართველოში წარმატებას და არა მარტო საქართველოში წარმატებას ვახდით ჩვენი პარტნიორებით როგორც წესი თეგეტა მოტორსი როდესაც ირჩევს ხოლმე პარტნიორებს ამ პარტნიორების შერჩევის დროს ყველაზე მნიშვნელოვანია რომ ამ ჩვენ პარტნიორს აუცილებლად უნდა გქონდეს იმ ინდუსტრიის ლიდერობის სტატუსი რომელიც ინდუსტრიას ის წარმოადგენს თუ ჩვენ ავიღებთ საბურავებს ხუნდებს ზეთებს ავტომობილებს ჩვენ ტოპ კომპანიებთან გვაქვს ხელშეკრულებები გაფორმებული, რადგანაც გვინდა რომ საქართველოს მოსახლეობას მიეწოდოთ საუკეთესო ხარისხი თეგეტა მოტორსი ერთგვარად გახდა ბოლო 25 წლის განმავლობაში სტანდარტის დამამკვიდრებელი, რომელსაც განსაკუთრებული ხარისხი აქვს და სწორედ ამიტომ ჩვენ 25 წლის კამპანიას 25 წელი თეგეტა სტანდარტი ქვია. გარდა იმისა, რომ ჩვენ საქართველოში საავტომობილო ინდუსტრიაში ვართ ჩართული, როგორც იცის ჩვენმა მომხმარებლებმა და არა მარტო ჩვენმა მომხმარებლებმა ჩვენ წარმოვადგენთ ისეთი საავტომობილო ბრენდებს, როგორც არის Toyota, როგორც არის Mazda, როგორც არის Porsche, როგორც არის Volvo, ისევე როგორც მთლიანად ჩართული ვართ არა მარტო მსუბუქი ავტომობილების მიმართულებით, არამედ სატვირთო ავტომობილების სპეცტექნიკასაც მოვიცავთ. ჩვენი პარტნიორები არიან ისეთი ბრენდები, როგორც არის MANI, JCB და ასე შემდეგ, რომ ყველაფერი რაც გადაადგილებასთან არის დაკავშირებული და საავტომობილო ინდუსტრიასთან არის დაკავშირებული, თეგეტასთან არის დაკავშირებული. ბატონო თორნიკე და აქვე მინდა აღვნიშნოთ ხო რომ ევროპული სარეიტინგო კომპანია თეგეტა მოტორს ბაზრის ლიდერად აფასებს და თეგეტამ ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის საუკეთესო წლიური ანგარიშზე გამჭვირვალობის ჯილდოც მიიღო, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და კიდევ ერთი თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთი მთავარ ღირებულებას სოციალური პასუხისმგებლობა წარმოადგენს და აი ამაზეც მინდა რომ ვისაუბროთ. გისმენთ? როგორც მოგეხსენებათ თეგეტა მოტორსი პირველი კომპანია ავტოინდუსტრიის სფეროდან კავკასიასა და არა მარტო კავკასიაში, ზოგადად აღმოსავლეთ ევროპაში, რომელსაც შეძლო გავლენიანი სარეიტინგო კომპანია Fitch's რეიტინგის მოპოვება. ჩვენ გვაქვს Fitch's რეიტინგი და ეს ძალიან დიდი დამსახურება იმ მენეჯმენტის, რომელიც ამ კომპანიას მართავს და იმ თანამშრომლებს, რომელიც ამ კომპანიაში მუშაობენ, რადგანაც თეგეტა მოტორსი ერთადერთი კომპანია, რომელიც აღმოსავლეთ ევროპიდან საავტომობილო ინდუსტრიიდან არის Fitch's რეიტინგში. მოხდრილი ჩვენი ახლა თქვენ სწორად ახსენეთ ნინო რომ ჩვენთვის სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებული პროექტები მნიშვნელოვანია. დღეს თეგეტა მოტორსი არის ერთადერთი კომპანია რომელიც ფლობს საავტომობილო ინდუსტრიაში პროფესიულ ავტორიზებულ კოლეჯს და ჩვენ ასეულობით ადამიანს ვამზადებთ საავტომობილო ინდუსტრიისთვის საქართველოში, რათა ეს დარგი განვითარდეს და ამ დარგმა კიდევ უფრო მეტი წარმატება მოიპოვოს. როგორც ჩვენმა მომხმარებლებმა იციან და როგორც საზოგადოებამ იცის, ჩვენ 4 მიმართულებით მუშაობთ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ერთი როგორც ვთქვით, განათლების ხელშეწყობა, ჩვენ სხვა უნივერსიტეტთან მემორანდუმები გვაქვს გაფორმებული და ვცდილობთ მათი კურსდამთავრებულები ჩვენთან დავასაქმოთ, ისევე როგორც კოლეჯში და აკადემიაში განათლების სფეროში სფეროთი ვეხმარებით ადამიანებს და ვაძლევთ მათ შესაბამის ცოდნას, უნარებს და კომპეტენციებს მათ ავტოსფეროში
შეძენ წარმატებით მუშაობა, ასევე ჩვენ მუშაობთ გარემოს დაცვის მიმართულებით. წვანე თეგეტა ხო ამ კომპანიის ფარგლებს დიახ? ეს ერთი ჩვენი მიმართულება და ინოვაციების მხარდაჭერა, მხარსოვჭერთ ინოვაციურ პროექტებს და ციფრულ ტრანსფორმაციას. ძალიან დიდი მადლობა ბატონ თორნიკე ასეთი საინტერესო საუბრისთვის. მე გისურვებ წარმატებებს და კიდევ ერთხელ აღნიშნავ რომ თეგეტა მოტორსი 25 წლის იუბილეს აღნიშნავს, გილოცავთ და წარმატებები და ჯანმრთელობა, რაც მთავარია. მადლობა. ინდა ჩვენ არაერთ სიურპრიზს მომზადეთ კიდევ მომდენო დღეებში. ჩვენ მომხმარებლებს. ჩვენ გელოდებით, დიახ. და მათაც ექნებათ შესაძლებლობა რომ ჩაერთონ ჩვენს 25 წლის იუბილეს აღნიშვნაში და მათაც ექნებათ შესაძლებლობა ძალიან ბევრი საჩუქრები მიიღონ ჩვენთან. ძალიან კარგი, დიდი მადლობა, გისურვებ წარმატებებს. თორნიკე გურული, თეგეტა მოტორსის მარკეტინგის დირექტორი იყო სატელეფონო ხაზზე. რაც შეეხება რადიო იმედის დღის არხს, გრძელდება მაუწყებლობა და გეტყვით რომ 16 საათიან ბლოკში ნატა მახულაძის გადაცემას კვირის პოლიტიკას მოусმენთ, სტუმარი ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია იქნება. მე კი უკვე დაგემშვიდობებით და გისურვებთ წარმატებულ დღეს და ბუნებრივია ხვალ 31 ოქტომბერია არჩევნები და მართლაც ეს არის ჩვენი თითოეულის პასუხისმგებლობა რომ ჩვენ მივიდეთ არჩევნებზე, ვიაქტიუროთ, ეს არის ჩვენი ვალი, მოქალაქეობრივი ვალი. ასე რომ გისურვებთ წარმატებებს, ჯანმრთელობას, დაგემშვიდობებით. ნახვამდის, მადლობა. გადაცემა შეიცავს კომერციულ ინფორმაციას. ეს არის დღის არხი რადიო იმედზე. ნინო მეუნარგიასთან ერთად.